მესამე დღეა ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. პაპი ფრანცისკეს ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. კათოლიკური ეკლესია ყოველდღიურად ელოდება სიახლეს პაპთან დაკავშირებით. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პონტიფიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 88 წლის პაპი ფრანცისკეს საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება ექიმებმა ტემპერატურის მატების და ჰაერის უკმარისობის გამო 14 თებერვალს მიიღეს. იტალიის წამყვანმა მედიკოსებმა პაპს ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს. რომში აგოსტინო ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკის წინ და ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან მორწმუნეები ყოველდღიურად იკრიბებიან და რომის 266 პაპისთვის ლოცულობენ. კადრები გადაიღო კურიერი PS-მა. შედგება თუ არა პაპის კონკლავი. მარიამ შანშიაშვილის რეპორტაჟი. რომის პაპი რელიგიური ტრადიციის მიხედვით პეტრე მოციქულის მემკვიდრეა. ფრანცისკე, რომელიც კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია, 266-ია რომის პაპის ტახტი რომ დაიკავა. ისტორიაში პირველი ლათინო ამერიკელი პაპი აქ დაიბადა. გასული საუკუნის 30-იან წლებში ღარიბების უბანში ბავშვობა ბუენოს-აირესის ამ ქუჩებში გაატარა. პირველი შვილი იყო 5-შვილიან ოჯახში. მამამისი ჩრდილოეთ იტალიელი მიგრანტი, რკინიგზაზე მუშაობდა. ხორხემ დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ქიმიის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ბუენოს-აირესის ლაბორატორიაში. მანამდე კი სწავლის საფასურის გადასახდელად ერთ-ერთი ბარის დაცვაშიც მუშაობდა. 1960 წელს გახდა იეზუიტთა ორდენის წევრი და პარალელურად დაიწყო სწავლა ჩილეში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ფილოსოფიასაც სწავლობდა. 1973-79 წლებში არგენტინასა და ურუგვაიში ხელმძღვანელობდა იესოს საზოგადოებას და ამავდროულად კითხულობდა ლექციებს. მოგვიანებით გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დიეგო მარადონას ქვეყანაში დაბადებულსა და გაზრდილს უყვარდა ფეხბურთი. როგორც თითქმის ყველა არგენტინელი, ისიც ფეხბურთის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო. ქომაგობდა დედაქალაქურ კლუბ სან ლორენსოს. სპორტული ჟურნალისტვის მიცემულ ინტერვიუში პაპმა გაიხსენა თავისი ბავშვობა, როგორ დადიოდა მამასთან ერთად სტადიონზე და როგორ თამაშობდა თანატოლებთან ერთად ფეხბურთს ნაჭრის ბურთით. ტკბილად მახსენდება ის დრო, როდესაც მთელი ოჯახით მივდიოდით სტადიონზე სან ლორენსოს მატჩებზე და ასასწრებად. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ფეხბურთი, უფრო ხშირად მეკარეობა მიწევდა. უნდა გითხრათ, რომ მეკარეობა დიდი ცხოვრებისეული სკოლაა. ფეხბურთის გარდა ვთამაშობდით კალათბურთს და ძალიან მომწონდა სპორტის ეს სახეობაც. შეხვდა ფეხბურთის მეფეს დიეგო არმანდო მარადონასაც. ის მართლაც ფეხბურთის ფანატიკოსი იყო. შემოდიოდა კაფეში, ერთად სვამდით ყავას, კოკა-კოლას, მისი თავმდაბლობა ყოველთვის თვალში საცემი იყო. ღვთლად 1969 წელს აკურთხეს. 1998 წლიდან ბუენოს-აირესის მთავარეპისკოპოსად, 2001 წელს კი კარდინალი გახდა. არგენტინაში მისი მოღვაწეობის დროს მღვდელმსახურთა რიცხვი გაორმაგდა და ახალი სამრევლოებიც გაიხსნა. ის ძალიან მორცხვი კაცია, მედიასთან კომუნიკაციასაც კი ერიდებოდა, მაგრამ ასეთი თავმდაბალი თუ იყო, მეც არ ვიცოდი. 11 წლის წინ წმინდა პეტრეს ტაძარში სიქსტის კაპელას ბუხრიდან ამოსული ეს თეთრი კვამლი იმის მანიშნებელი იყო, რომ ვატიკანს ახალი პაპი ჰყავდა. ამ ემოციებით შეხვდნენ არგენტინაში 11 წლის წინ მისი კათოლიკური სამყაროს წინამძღოლად არჩევას. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პაპი უწმინდესი ბენედიქტე მე-16 გადადგა და კონკლავმა ხმათა უმრავლესობით პონტიფიკოსად არგენტინის კარდინალი აირჩია. პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი მაშინ 76 წლის იყო. ფრანცისკ პირველი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან შეკრებილ მრავალათას მორწმუნეს მიესალმა. რომის პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 105
15 კარდინალი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე მეტი წარმომადგენელი 28 კარდინალი იტალიას ჰყავდა, 11 კი ამერიკის შეერთებულ შტატებს. რომის პაპის არჩევნებში მსოფლიოს 48 ქვეყნიდან 115 კარდინალი მონაწილეობდა. 2013 წელს ხორხე მარიო ბერგოლიო გამარჯვებულთა სავარაუდო სიის ხუთეულშიც არ იყო, თუმცა მან მეხუთე კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობის მოპოვება შეძლო და რომის პაპი გახდა. რომის პაპი რომ გახდა, კარდინალმა ბერგოლიომ წმინდა ფრანცისკე აზისელის სახელი დაირქვა. იმ წმინდანის, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულებისადმი მზრუნველობით. ფრანცისკ პირველია ამერიკის კონტინენტიდან, პირველია სამხრეთ ნახევარსფეროდან და პირველი არაევროპელი პაპია სირიელი გრიგოლ მესამის შემდეგ. მოკრძალებული ცხოვრების წესი არც მაშინ შეცვალა, როცა რომის პაპი გახდა. გადაადგილდებოდა ავტობუსით და აკრიტიკებდა იმ სასულიერო პირებს, რომელთაც ექსტრავაგანტული ცხოვრების წესი ჰქონდათ. ტრადიციული ტანსაცმლის გარდა პაპს უფლება აქვს ატაროს წითელი ტყავის ფეხსაცმელი და ლეგენდარული მეთევზის ბეჭედი. პაპ ფრანცისკემ ამაზეც უარი თქვა, ატარებს უბრალო ფეხსაცმელებს და მოოქროვილ ვერცხლის ბეჭედს. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ სასახლეში გადასვლაზეც და ვატიკანის სასტუმროში ცხოვრობს, სასტუმრო კასა სანტა მარტას 201 ოთახში. კურიერი პიესის კამერამ რამდენიმე თვის წინ გადაიღო სასტუმრო, რომლის ერთ-ერთ ნომერშიც რომის პაპი ფრანცისკე ცხოვრობდა. პაპი რეზიდენციაში მხოლოდ მაშინ მიდის, როცა მაღალი რანგის პოლიტიკოსები სტუმრობენ. საუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით რომის პაპს შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები იცავენ. ისინი დღემდე მიქელანჯელოს მიერ რეკომენდებულ საპატიო სამოსს ატარებენ. პაპ ფრანცისკე 20-მდე წიგნის ავტორი და თანაავტორია. საუბრობს იტალიურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე. ასევე ინგლისურად, ფრანგულად და პორტუგალიურად. კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღვრობის გარდა, იგი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის პოლიტიკური ხელმძღვანელიცაა და მსოფლიო პოლიტიკაში მისი პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. პაპ ფრანცისკეს რამდენიმე განცხადება მსოფლიომ არაერთგვაროვნად შეაფასა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმთან და ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით. იყო ჰომოსექსუალი დანაშაული არ არის, ეს დანაშაული არ არის კი, მაგრამ ცოდვაა. თავდაპირველად სხვაობა უნდა გავავლოთ ცოდვასა და დანაშაულს შორის. ცოდვა ასევე არის ერთმანეთისადმი გულმოწყალების არქონა. Avrei voluto oggi portarti il ringraziamento del popolo ucraino. ერთხელ ლოცვის დროს ატირდა კიდეც. ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინა ახსენა ომის დროს. ჯერ ხმა უკანკალდა, შემდეგ სიტყვის გაწყვეტა მოუწია. პაპმა ლოცვის გაგრძელება დაახლოებით 9 წუთის შემდეგ შეძლო. ვატიკანში დუმილს ამ მოედანზე ახლა მხოლოდ მორწმუნეების ლოცვა ცვლის. ლოცვა რომის პაპის გადასარჩენად. წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან ეს ადამიანები ყოველ დღე იკრიბებიან და რომის პაპის გადასარჩენად ლოცულობენ. მორწმუნეები ლოცულობენ რომში, აგოსტინო ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკის წინაც, სადაც რომის პაპი მკურნალობს. ექიმებმა მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება სხეულის ტემპერატურის მატებისა და ჰაერის უკმარისობის გამო მიიღეს. 88 წლის რომის პაპის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან. კლინიკაში ის 14 თებერვალს მოათავსეს. პონტიფიკოსი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ორმხრივმა პნევმონიამ დაამძიმა და ახლა არსებობს სეფსისის განვითარების საფრთხეც. იმ დიაგნოზით, რომელიც რომის პაპს აქვს, ცუდი სცენარით შესაძლოა სეფსისი განვითარდეს. ბაქტერია, რომელიც ფილტვშია, შესაძლოა ორგანიზმში სისხლით გავრცელდეს. თუ დაავადებული ორგანოს მკურნალობა სწრაფად არ მოხდება, ამან შესაძლოა სხვა ორგანოების მუშაობაზე იქონიოს გავლენა. როგორც BBC წერს, პაპ ფრანცისკეს ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. წლების წინ მას ფილტვის ოპერაციაც ჩაუტარდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პაპი ფრანცისკე კამერების წინ არ გამოჩენილა.
რამდენიმე დღის წინ პაპმა საავადმყოფოდან აუდიო მიმართვა გაავრცელა. თელეგულის მადლობას გიხდით ლოცვისთვის, რომელსაც ჩემთვის წმინდა პეტრეს მოედნიდან აღავლენთ. მე თქვენთან ერთად ვარ, ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიცოთ ღვთისმშობელმა. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ რომის პაპი გადადგომას აპირებს. თუმცა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება რომში 25 წლის იუბილის გამო 1 წლით გადავარდეს. მას შემდეგ რაც გამოცხადდა, რომ ფრანცისკე პნევმონიით არის დაავადებული, შვეიცარიულ გვარდიას კომენდანტის საათი დაუწესდა. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა ბლიკი იტყობინება. მედია წერს, რომ რომის პაპის დაცვა შესაბამისი სცენარისთვისაც ემზადებოდა. ვატიკანში ახალ პაპს კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგია ირჩევს. მას შემდეგ, რაც მოქმედი პაპი გადადგება ან გარდაიცვლება, შეკრებას კონკლავი იწყებს. თუ კონკლავის ჩატარების მიზეზი პაპის გარდაცვალებაა, მაშინ პროცესი მისი გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება, რათა მანამდე შესაბამისად მოემზადონ დაკრძალვისთვის. თუ კონკლავი პაპის გადადგომას მოჰყვება, მაშინ კარდინალთა კოლეგიას შეკრება მალევე შეუძლია. კოლეგია, რომელიც პაპის მიერ ინიშნება, ძირითადად 115 წევრისგან შედგება. მათი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 80 წელს, ვინაიდან თითოეული მათგანი პაპობის პოტენციური კანდიდატია. კონკლავის დაწყების დღეს კარდინალები სიქსტის კაპელაში შედიან და კარს შიგნიდან კეტავენ. მათ ჩამოერთვებათ ყველა ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომლებიც მათ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. ყოველი კენჭისყრის შემდეგ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხი თვალს ადევნებს სიქსტის კაპელიდან ამომავალ კვამს. შავი კვამლის შემთხვევაში კარდინალთა საბჭო იტყობინება, რომ კენჭისყრა წარუმატებლად დასრულდა, ხოლო თეთრი კვამლი მსოფლიოს ახალი პაპის არჩევის შესახებ ამცნობს. კარდინალთა კოლეგიის მეთაური წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან ლათინურად აცხადებს კონკლავის შედეგებს. ამ დროისთვის ვატიკანში პაპობის სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევა კარდინალი პიეტრო პაროლინი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, სამოქალაქო ტერმინით ვატიკანის პრემიერ-მინისტრი. პაპის მერე მეორე ადამიანი ვატიკანის უმაღლეს იერარქიაში. პიეტრო პაროლინი რამდენიმე წლის წინ საქართველოსაც სტუმრობდა. ვატიკანში თითქოს დრო გაჩერდა. კათოლიკური სამყარო ქრისტეს მოციქული პეტრეს მემკვიდრეს რენესანსის არქიტექტურის ყველაზე ცნობილი შედევრის ამ აივანზე ისევ ელოდება. საჯიმზეკო და ავტოშემკეთებელი მაკა. რამდენიმე წუთში ძლიერი ქალები კურიერი პიესში.